პრეზიდენტმა ობამამ, პრეზიდენტმა ტრამპმა, პრეზიდენტმა ბაიდენმა და ღმერთმა ქნას კვლავ პრეზიდენტმა ტრამპმა შეაჩერეს ეს ომი, მაგრამ 2014 წელს არავინ არ შეაჩერა პუტინი, მან უბრალოდ მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია, დახოცა ხალხი და არავინ არ შეაჩერა ის. ჩვენ გქონდა ბევრი საუბრები მასთან 2019 წელს, როდესაც პრეზიდენტი გავხდი. პრეზიდენტ მაკრონთან და ანგელა მერკელთან ერთად ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გავაფორმეთ. ყველა მათგანმა მითხრა, რომ ის აღარასდროს მოვიდა უკრაინაში, მაგრამ ამის შემდეგ მან დაარღვია ეს შეთანხმება. მან მოკლა ჩვენი ხალხი. რომელ დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე საუბრობთ? ომის პრობლემებს ახლა ვერ გრძნობთ, რადგან შუაში ლამაზი ოკეანეა, თუმცა იგრძნობთ. არ გინდათ ასეთი საუბარი. ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ გავარჩიოთ თუ რას ვიგრძნობთ. და არ გჭირდება თქვენი კარნახი, თუ მომავალში როგორ ვიგრძნობთ თავს. თქვენ არ ხართ იმ პოზიციაში, რომ გვიკარნახოთ, თუ ჩვენ როგორ ვიგრძნობთ თავს მომავალში. ჩვენ ვიქნებით კარგად და ძლიერები. პრობლემა არის ის, რომ თქვენ ვერ იქნებოდით ძლიერ პოზიციაში ამერიკის გარეშე. ან მოაწერთ ხელს ამ შეთანხმებას, ან ჩვენ დავტოვებთ ამ მოლაპარაკების პროცესს და თუ ჩვენ დავტოვებთ, მაშინ ნახავთ, რომ სიტუაცია ძალიან გართულდება. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მოგეცით იმის საშუალება, რომ იყოთ ძლიერები და არ ვფიქრობთ, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ ძლიერი ამერიკის გარეშე. თქვენი ხალხი ძალიან მამაცია, მაგრამ ჩვენ გარეშე თქვენ იქნებით ძალიან სუსტ პოზიციაში. ამჟამად თქვენ არ გაქვთ შესაბამისი კოზირები. მაშინ როდესაც ხელს მოაწერთ ამ ხელშეკრულებას და შეთანხმებას, თქვენ იქნებით კარგ პოზიციაში. უნდა იყოთ მადლიერი, მაგრამ თქვენ არ გამოხატავთ მადლიერებას, რაც ჩემი აზრით არ არის მაინც და მაინც კარგი. გონი საკმარისი მოვისმინეთ, ასე ვთქვათ, კარგი სატელევიზიო შოუ დავდგით. მიმართა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. 28 თებერვლის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. დაძაბული საუბრის შემდეგ ზელენსკიმ თეთრი სახლი დროზე ადრე დატოვა. მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მადლობა. მადლობა ამერიკა, მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლობა ვიზიტისთვის, მადლობა ამერიკის პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს. უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. ჩვენ ზუსტად ამისთვის მუშაობთ. წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე. თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა. როგორც თეთრ სახლში განმარტავენ, ხელმოწერის ცერემონია გააუქმდა მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი ნაადრევად დატოვა. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არცევს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში და შეუძლია დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება.